დანიც თითქოს მძიმე არის ხო რაღაც უჭირთ გადაადგილება და ტემპის აკრება რაღაც ესეთი დაბეჭდილება რჩება აქედან ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად გამოვიდა ჯერჯერობით კვესელაძე მითამაშა ფეხით მიყვება ამ ბურთს დებიუტანტი მეტრეველი და აგერ თავისივე სადებიუტო შეხვედრაში კარგად წავალთ წინ ხო მეტოქეც კვლავ ძლიერად დაგვიხვდა გვიძალიანდებიან და წინსვლა არ გვაქვს ლობჟანიძემ გაიტანა მოკლეფთაზე გააკეთა გადაცემა და ეს აკაკი ტაბუცაძის ლელოზე ამასობაში ააგდო ბურთი ბაბუნაშვილზე კარგად მოვიგეთ ბურთი კიდევ ერთი მოლი დავაყენეთ რომელიც სწრაფად ჩაიქცა გამოვიტანეთ ბურთი და არის ლელო კი ბატონო გავიტანეთ უკვე მესამე ლელო ეს არის დაიხიონ ჯგუფურად უკან რომ არ დაჯარიმდნენ და მოგცენ თავისუფლად ლელოს დადების საშუალება ვნახოთ რომელ ოფციას ავირჩევთ აფრასიძე კვესელაძე ძალიან ახლოს არის კვესელაძე ლელოს დადებასთან ვერ მოახერხა პირველი მიძალები და ახლა უკვე მორკინალებით ვცდილობთ ლელოს დადებას და უკვე არის კიდეც ლელო როგორც დავინახე აგერ ძალიან კარგი მორაგბია ვნახოთ მისი დებიუტი როგორი იქნება უკვე ნაკრების კვარტით ხო იქ კარგი გაჭრა აგერ თაფლაძემ უკვე ამ შემთხვევაში მეტოქის შერკინებიდან წამოვიღეთ ბურთი რაც მოსალოდნელიც იყო ამ დომინაციას რომ ირევიან მოწინააღმდეგეები და ვეღარ ახერხებენ ხოლმე თავის დაცვას საღინაძე მოედანზეა და მორიგი ლელო მე მგონი წულუკიძის პირველი ლელო ეროვნული ნაკრების შვეიცარიით მერე ვეთამაშებით უკეთეს გუნდს ნიდერლანდებს და ბოლოს ვეთამაშებით ამ სამ გუნდს შორის საუკეთესო ესპანეთს და ესეც კარგია აგერ ჩაუჭრა გადაცემა შესანიშნავად ითამაშა თედუ აბჟანდაძემ და გარბის ლელოსკენ მას უკვე ვეღარავინ ვეღარ დაეწევა და როგორც ვიწინასწარმეტყველეთ კიდევ ერთი